ბიზნესის რეკეტის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მედიისა და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებმა თავი ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მონაყოლში მოიყარა. ტელეკომპანია იმედის მფლობელმა იმედის დარბევის, წართმევის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების ისტორია ქრონოლოგიურად გაიხსენა. მოყვა რომ ყველაფერი 2006 წელს სანდრო გირგულიანის მკვლელობის გაშუქებით დაიწყო, რასაც წინ ძლიერი წნეხი და ზეწოლა უძღოდა. ბადრი იყო ამის ცენტრი, თავიდან იყო რომ ოღონდ არაჩვენდა რაც გინაფთხოვეთ და მე გადავიდა ეს ყველაფერი მუქარების და მე რა თქმა უნდა რაღაც მომენტში ჩემამდეც გადმოვიდა. ამის მერე არც ერთი ტენდერი არ მომიგია, ტენდერსო მოვიგებდი თუ გაიგებდნენ რომ ჩვენ მონაწილეობთ რაღაცაებით იმ წუთში აუქმებდნენ, მაგალითად რიყის ტენდერი მოვიგეთ და როგორც გაიგეს რომ ჩვენი ჯგუფის მონაწილეობდა მათ შორის გააუქმეს. ეს შეიცვალა ძალიან მოკლე დროით 2007 წელს. როცა ბადრი და პატაკაშვილი და მიხეილ სააკაშვილი შეხვდნენ ლონდონში, შეხვედის ფაქტობრივად დედააზრი იყო ის, რომ ბადრი პატაკაშვილმა გაცვალა იმედი საქართველოს რკინიგზაში. როგორც კი ეს გარიგება ჩაიშალა, გადავედით იმ ძველ დაპირისპირებაში და ამასობაში საქართველოში სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ ძაბდებოდა. 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეიმედში შეჭრამდე საგამოძიებო ორგანოები პატარკაციშვილის რამდენიმე კომპანიაში ერთდროულად შევიდნენ. ბოლო აკორდი კი იმედის დარბევა და შენობიდან თანამშრომლების გამოყრა იყო. საღამოს უკვე შევადენ იმედში, მე მივედი იმედში, მაგრამ არ შემიშვეს და სანამ მე ამ ჩხუბობდი შევეშვით, როგორც სამთხოვს საბჭოს წევრი, ამასობაში დაგვიშინეს რეზინის წყვილები და მე უკვე იქ ყველაფერი აირია, დალეწეს აპარატურა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენ თანამშრომლებს, მათ შორის ფეხბურთზე ხალი იყო, აღიგზა ბევრი სისხლის სამართლის საქმეები. მე რატომღაც დაწუნებული ვიყავი, ვერ დამეჭერდნენ ის ასევე როგორც ამერიკის მოქალაქეს, იმიტომ მეგონა ეს დამიცავდა და დამიცვა კიდევაც, თუმცა რაღაც მომენტებში დაწუნებული ვიყავი, ღამის დაკითხვებზე დავყავდით, უკვე მეგონა რომ ტოვებენ. ამასობაში დადიოდნენ ამერიკის საელჩოში ბატონი ნიკა გვარამია, რომელსაც ეხა მოაქვს მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად და უმტკიცებდა ამერიკის საელჩო მე ვარ დასაჭერი. სანამ მერდოკი იყო, მივახციეთ იმას, რომ შეგუშვეს იმედში. თორე შევედით, გაგვიკვირდა ძალიან, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ეს აპარატურა დგას ადგილზე, ვიცით რომ ნანახი გვაქვს დამსხვრეული და დამტროული აპარატურა, უცებ დავინახეთ რომ ეს აპარატურა ადგილზე დგას. ჯვეცი ერთ-ერთი და მოვატრიალე ეს აპარატურა, მეთქი რა არის, რა დგას და უკან ქონდა სტიკერი, რუსთავი 2. მე შემდეგი მოვატრიალე სტიკერი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ანუ იქედან მოხსნეს აპარატურა, მოიტანეს აქ დადგეს და რო არ არეოდეთ კიდე სტიკერები დააკვეს უკან, საიდან ქონდა მოტანილი. საგამოძიებო კომისიაზე ირაკლი რუხაძემ ტელევიზიის ხელმეორედ დახურვის ეპიზოდიც გაიხსენა, რის შემდეგაც იმედი საბოლოოდ ნაციონალური მოძრაობის ხელში აღმოჩნდა. ისაუბრა ლონდონში ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრაზეც და შეხვედრიდან გამოსულ ვიდეო ჩანაწერზეც. ამ ეპიზოდმა სხდომაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. იმედის დაბრუნებიდან ძალიან მალე ერეკლე კოდუა ჩავიდა დავითის ძმა იმაში რა ქვია ლონდონში და შეხვდა ბადრი პატარკაშვილს. მე ამასობაში საქართველოში ვერ გავდივარ საერთოდ და ბადრის ველაპარაკებოდი ხოლმე სატელიტური ტელეფონით, ღამე სახში მოვდიოდი. ბადრი მითხრა რომ წადიო იმედშიო და გიორგი თაგამაძეს უთხარიო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ჩაუგდეო, იმას რატო არაჩვენებსო. მივედი დილას გიორგის თქვა რაღაც გაქშენ თურმე და არაჩვენებს, საღამოსო მოდიო და ერთად შევხედოთო, იმიტომ რომ მე ეჭვი მაქვს რომ შეხედავო შენს მეტყვიო რომ არა დაწმებული ეს ხა ისე დრო რომ გაუში უნდა ვაჩვენოთო. საღამოდე მოხდა ის რომ რუსთავი 2 აჩვენა, უკვე ეს დამონტაჟებული და აბსოლუტურად ბადრის სიტყვები, იმიტომ რომ რეალური ჩანაწერიც არსებობს და ისეცაც რუსთავი 2 აჩვენა. ამ ჩანაწერის გამოსვლისთანავე გიორგი თაგამაძე მისმა გუნდმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ არ აქვს მორალური უფლება და პროფესიონალური და ასე შემდეგ, რომ იმუშაონ იმედზე და იმედი ამით დაიხურა. მე შემექმნა განცდა, რომ მას ძალიან ენდობოდა ბადრი პატარკაციშვილი, გიორგი თარგამაძეს. და შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს გიორგი თარგამაძემ გაყიდა ბადრი პატარკაციშვილი და ამის სანაცვლოდ მას მიცეს ფული და ჩამოაყალიბებინეს ფსევდო ოპოზიციური პარტია. ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ წნეხის შემცირების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ყველაფერი მისი ოჯახის წევრების დაკავებამ და მათი თავისუფლების სანაცვლოდ მოთხოვნილმა 8 მილიონმა დოლარმა გაუქარწყლა. იხსენებს მაშინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან შეხვედრას, სადაც მან იმედისა და ბორჯომის დათმობა მოითხოვა. უარის თქმიდან მეორე დღეს კი ბიზნესმენს ოფისთან მანქანა აუფეთქეს.
გიგი უგულავ თხოვე შევხვდეთო და რომ მივედი დამხლა კეზერაშვილი მითხრა რომ იმედზეო ქალბატონო აინამო შეწყვიტოსო ბრძოლაო ბადრიკაშვილის მეუღლე და შენო ჩემ მეგობარს გადაუფორმე ბოლჯომით 15 მილიონ დოლარად იმედზე მე თქვი ინას დაველაპარაკები რომ მისი გადაწყვეტილება და მაგრამ აბსოლუტურად დაწმენებული ვარ უას გეტყვით ხო ბრძოლა არ გააგრძელოს და ბოლჯომზე აგე მეგეუნები უას ხო შანსი არ არის გავაკეთოთ ხო დატონა გადაუფორმო და ბევრ თუ მეტი გაგახტილი და ბევრ თუ მეტი ღირს ეს კომპანია თქო მეორე დილას აფეთქდა ჩემი მანქანა ჩემი ოფისის წინ ანუ იყო ჩემი გაფრთხილება თავდაცვის მინისტრი რო დაინახეთ და ბიზნესზე დაგიწყოთ საუბარი გადმომიფორმეო არ გაგიკვირს და რიტორიკულად ვკითხულობ არ გამიკვირდა იმიტომ რომ სააკაშვილის თავრობაში პოზიცია მაინც არაფერს არ ნიშნავდა ყავდა გიგაბოკერია რომელიც ვიღაცის მოადგილე იყო სადღაც ყოველთვის მაგრამ ნებისმიერ თემაზე გელაპარაკებოდა მაგალითად გურგულიანის ის უნდა გაუშვა თუ არ გაუშვა ქვია მკვლელობის ფაქტები ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ იმედის საბოლოოდ ხელში ჩაგდებით თავისუფალი სიტყვის ჩახშობა მოხდა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო. ისაუბრა რეჟიმის ჩამოშლაში ტელეკომპანია მაესტროს როლზე და გაიხსენა, როგორ მოიპოვა მაესტრომ საინფორმაციო პოლიტიკური მაუწყებლობისთვის საჭირო ლიცენზია. მაესტროზიც რაღაც პატარა წვლილი მიმიწვევს მე, თუმცა რა თქმა უნდა გმირების სხვა ხალხია იქ. როგორ გაჩნდა მაესტრო? რამაც რაღაც ამბავში დაანგრია, მე თუ მკითხავთ სააკაშვილის და იქ უამრავი გმირი რომელსაც ვისნობ თქვა იგივე გიაგა ჩეჩელაძე და ლევანი და ისინი, მაგრამ ასე უამრავი სხვა ხალხია რომელსაც ჩვენ არ ვისნობ და ძალიან მადლობლები უნდა ვიყოთ იმათ. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე იყო ჩამოსული სოლანა. შეხვდა ოპოზიციას და ოპოზიციაში შეხვდაზე ესეთი რაღაცა თქვა, ასლაპარაკობთ სააკაშვილიო მე ამათ დაიწუწუნესო ძმებმა, რომ აი ტელევიზიები დახურა. ასლაპარაკობ მიყვებაო, რომ ესეთი თავისუფალი მედია გარემო გაგვდა. ეს უმარტივესია თქვენ ლიცენზიის აღებოდა. მაშინ წადიო და გაგვაკეთებინე ლიცენზიაო და გააკეთებინე. ეს კაც წავიდა უკან და მისცეს მაესტროს ლიცენზია. მხოლოდ საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია მისცეს და სააკაშვილი იყო დაწმებული, მე გამოათვევინებდა საკაბელოებს. მეცხრე ახმა და მაესტრო იყო ის, რომელმაც ციხის კადრები ანახა და ბევრი სხვა რაღაცა რაც მე მოხდა და რამაც გამოიწვია სააკაშვილის ამიტომ ძალიან კარგად ესმოდა სააკაშვილს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ყოფილიყო არაფერი იგეთი. ბიზნესმენმა საგამოძიებო კომისიის წევრებს სტანდარტ ბანკის განადგურების ფაქტებიც გააცნო, სადაც ეროვნული ბანკის შემოწმებაზე 2007 წლის 7 ნოემბერს შევიდა. რუხაძემ თქვა, რომ მათ მიერ დანიშნულმა დროებითმა მმართველმა ბანკის გასანადგურებლად ყველაფერი გააკეთა. გიორგი ხადაგიძე ეხლა მოძღრავს და იმაზე ლაპარაკობს ეკონომიკის განვითარებაზე და იმის ბიზნესის თავისუფლებაზე და იმას მედია თავისუფლებაზე. გიორგი ხადაგიძე დამინიშნეს დროებით მმართველად. სტანდარტ ბანკში. და ასაკეთე და დროებითი მმართველი, რომელიც მართოს ბანკი. ურეკავდა ჩემ დეპოზიტებზე დეპოზიტები გაიტანეთო. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ამტკიცებდა, რომ ცუდი ბანკი იყო და რატო შემოიყვანეს და უამრავი მაგალითია. გამოვიზა და თქვა სწვილია და მოუყვან ხალხს, რომელიც სიტყვის ვისაც დაურეკეს. ოკეი, და ასე რა გააკეთა? ყველაზე დიდი კონტრაქტი რაც ჰქონდა თელასთან, აიღო და გაწყვიტა. წნეხის შევიწროვებისა და არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად ირაკლი რუხაძეს პატარკაციშვილის ოჯახთან ერთად ბრძოლა და სამართლებრივი დავები არ შეუწყვეტია. ამან კი შედეგი გამოიღო. ჯერ კიდევ ხელისუფლების შეცვლამდე პატარკაციშვილის ოჯახმა იმედის გარდა თითქმის ყველა ქონება დაიბრუნა. ტელევიზიისთვის კი სამართალი მხოლოდ 2012 წელს აღდგა. მოვაწერეთ ხელი ფუნდამენტალურ შეთანხმებას. ხელის მოწერა რამდენიმე კვირაში ყველა სასამართლო მოიგო, რომელიც წლები იყო გაჩერებული. ესეთი სასამართლოც იყო მაშინ კიდე ყველაფერთან ერთად და ქალბატონინას და მის ოჯახს დაუბრუნეს ყველა აქტივი დაუბრუნეს სამკვიდრო მისცეს განკარგულება გლობალურად ბადრის აქტივების და ყველაფერი. ეს იყო 2011 წელს. 12 წელს თქვენ რომ გაიმარჯვა, ქართულ ოცნებამ რომ გაიმარჯვა. მე მივედი ინა გუდავაძესთან, ბადის მეუღლესთან და უთხარი. მოდი მე წავალ და დაველაპარაკე გიგი უგულავ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ყველაფერში და ამიტომ რაღაც ურთიერთობა მქონდა. არ უთქვია უარი, თქვა რომ მოდი გავიგებო, წავალო მიშას დაველაპარაკები, წავიდა და ელაპარაკა სააკაშვილს წავიდა, მოვიდა ესე იარა მთელი დღე და ბოლოში ღამის 2 საათი იყო, რაღაც უკვე ქვევით ვიყავით არკადია სადაც ბადის ეს არის საფლავი და იქ მოვიდა და თქვა რომ ხვალდილას მიხვალ და შედითო. და ესე მეორე დილას მივედი და გიორგი აველაძემ გადმოგცა გასაღები იმედის, რომ კაცი არ მინახე ესე თუ ფლობელი ვინ იყო ტელევიზიის ის მე საერთოდ არ მინახე ამ ლაპარაკში. ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ მოყვანილი ფაქტები მტკიცებულებებთან ერთად საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აისახება. ეს დოკუმენტი კი ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი უნდა გახდეს.